Мы помним, откуда мы, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. Აი ასე დაიწყო ინტერვიუ გელა გოგოხიასთან. მართლაც, საქართველოდან მოსკოვში გადასული დათო ხუჯაძე სამშობლოს არ ივიწყებს და რამდენად ხშირადად საქართველოში ჩამოდის, იმდენად ხშირადვე ჩამოყავს მოსკოველი სტუმრები. Ბედოვის დღეს თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე თბილისის აეროპორტში მისულებს 25 წევრისგან შემდგარი დელეგაცია დაგხვდა, რომლებსაც ცივი რუსეთი მიეტოვებინათ და გოდერძი ბუკიას ინიციატივით საქართველოში ჩამოფრენილი იყვნენ ზუგდიდში გასამართ R&B ფესტივალისთვის. პირველი ვინც შევნიშნეთ დათო ხუჯაძე იყო. დამღლელი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულე მაინც კარგ განწყობაზე იყო. მოსკოვიდან 25 კაცია ჩამოსულები. ლეგალიზიც წამოვიყვანე. ასე როგორც ასეთი აი R&B ოჩერი გადავაკეთეთ, იმიტომ რომ ყველა იმ სფეროს წარმომადგენლები არიან. საქართველოს უკვე მეორე ჯგუფი დიამანტი ეწვია და საკუთარ შარშანდელ თუ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა. Да. 2017 წელმა მუშაობაში ჩაიარა. ახალ წელსაც კონცერტებზე გამოვდიოდით და ადამიანებს სიხარულს ვჩვენდით. გასული თვეებით მაყოფილებით. ჩამოვედით იმისათვის, რომ ქართულ ხალხს ახალი წელი მიუვლოცოთ და R&B ფესტივალზე გამოვიდეთ. ერთხელ უკვე ვიყავით და თქვენი სტუმართმოყვარეობა ძალიან მოგეწონა, თუმცა თბილისში პირველად. VIP სტუმრები კი ჯგუფ ბარხატის წევრები აღმოჩნდნენ. ეს სწორედ ის 7 სექსუალური ქალბატონია, ამჯერად რა თქმა უნდა არასამუშაო ფორმაში, რომლებსაც თქვენ მათ კლიპში სერციეთ კი ხედავთ. ხშირად ჯგუფ Pussycat Dolls გვამს გასცემენ, ეს რა თქმა უნდა კარგია, როდესაც ამერიკულ ჯგუფს ვკავათ. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ რუსული R&B და ჩვენი მუსიკაც რადიკალურად განსხვავდება მათთან. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ არ გვყავს ლიდერი. ბარხატში ყველა გოგო თავისებურად გამორჩეული და განსხვავებულია. თბილისში პირველად ვარ, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი წევრი სოჩიდანაა. Грузия, в частности Тбилиси, это вторая родина. Я прожила здесь 7 лет. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. მე თბილისთან ახლოს გავიზარდე და პირველი 7 წელი აქ გავატარე. ქართული თითქმის არ მაქვს, თუმცა ერთ ლექს маინც ვიტყვი. ოღონდ არ დამცინოთ. Только не смейтесь. Скажи, давай. Чито на цара, вису голубису, шенги галу патара, белям швидобиса. С Новым годом! სტუმრებს შორის ყველაზე ცნობილი რეპერი ლეგალიზი აღმოჩნდა. პროფესიისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკითა და ჩამოყალიბებული მამაკაცის სიდინჯით. Много работы, много концертов, много. ახალი ქალაქები, ბევრი კონცერტები, ასეთი იყო 2007 წელი და 2008-შიც იგივეს ვაპირებ. ახალ წელს ისევ მუსიკას მიუძღვნი დავწერ სიმღერებს ახალი ალბომისთვის, რომელიც ჯერ არ ვიცი როდის გამოვა. ალბათ მაშინ, როდესაც საჭირო იქნება. როგორი წერება სიმღერები, ეს უბრალოდ ჩემი გამოცდილებაა, რაც მინახავს გამიგია და ის, რაზეც ხშირად არ ლაპარაკობენ, ან ერიდებიან ამის აფიშირებას. Но я горжусь тем, кто я горжусь тем, откуда я. Спасибо. საქართველოს გავმარჯოს. აი ეს კი უკვე დათო ხუჯაძის ფიუჟენ ბალეტია, რომლებიც ჩვენ შემსრულებელს გვერდს ხშირად უმშვენებენ გამოსვლის დროს. 2007 წელი ძალიან კარგი იყო, 2008 კი დარწმუნებული ვარ უფრო უკეთესი იქნება. კითხვაზე აქვს თუ არა გოგონებს რაიმე ოცნება, პასუხი ასეთი იყო. ჩვენი საახალწლო ოცნებები ჩვენსავე სამხატვრო ხელმძღვანელის ნატრებს ემთხვევა. სურს გავაკეთოთ грандиозული შოუ, განაცხადეს მათ. Есть какая-нибудь такая мечта, которую вы бы исполнили в этом году? Ну, наша мечта схожа с мечтой руководителя. მომდევნო გაჩერება რესტორანი აღმოჩნდა, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ და ჩვენი მთავარი ღირსებით, ქართული სიმღერით მოაწონეს თავი. Раскачаем клуб сегодня вместе с вами, пусть все знают, как мы отдыхаем. Этой ночью с пятницы на понедельник тратим время, сливая килограммы денег. После небольшого перформанса на сцене, восседая в клубе с моделью на коленях, бэйби. А объяснишь, научишь, почему вы любите, чтоб вас считали с***ками. Знаю, что ты не такая, зажигаем, выбирай коктейли в баре, да. И пусть мешает, нас не раздражает. Жарко, но не душно, я фристайлю, чушь тебе в уши. Грузинский народ понимал, что перспектива у страны большая, все самое лучшее впереди.
на грузинском языке, стал известен в России. И исходя из этого человека, кому бы он нравился, не нравился, но исходя из этого человека люди делают выводы, какова сегодня грузинская музыка, какой грузинский шоу-бизнес. Это Дато Худжадзе. მოსკოველი ვარსკვლავები თბილისში არ დარჩენილან, გეზის უგდიდისკენ აიღეს. 3 იანვრის საღამო ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაუვიწყარი იყო. სცენაზე გამოსულმა, დასვენებულმა და მამაკაცების გულის დასაპყრობად მომზადებულმა ბარხატმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მის დანახვაზე ქართველმა ბიჭებმა გახდაც კი დაიწყეს. დათო ხუჯაძემ ჩვენთვის საყვარელი ქართული ჰიტები არ დაივიწყა და სცენაზე სისა ტურა ჩიტო გრიტო იმღერა. მაშინ მე მზათა ვარ. წავიდა. აბა ჩემთან ერთად. სიტყვები ყველა ვიცით. ჩიტო, გრიტო. მერე ჩიტო, გრიტო. გიდე, გიდე. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლიგალაიზის გამოჩენა ნამდვილ მოვლენად იქცა. მისი შინაარსიანი და მელოდიური რეპი ქართველებისთვის ადვილად აღსაქმელი აღმოჩნდა. მოკლედ ზუგდიდში 3 იანვარს დიდი ზეიმი იყო. საახალწლო დღეებში ასეთი ფეისების ხილვა უკვე ბევრს ნიშნავს.